ორ რამის გამოვყოფდი. ერთი არის, რომ ალბათ 2025 წლის გამოწვევა ჩვენთვის იქნება, რომ დავაბრუნოთ გაყიდვები იმ რელსებზე, რაც იყო 2024 წლის მაისამდე, ესე ვიტყოდი, როდესაც დაიწყო ეს турბულენციის პერიოდი და მეორე გამოწვევა, პრინციპში, რომელიც ყოველთვის თანმდევია, იქნება ის, რომ ბიზნესის უწყვეტობის პროცესი იქნეს შენარჩუნებული, იმიტომ რომ ჩვენი როგორც ბიზნესის გამოწვევა არა, ვიტყოდი პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ჩვენი თანამშრომლები, ჩვენ გვყავს ჩვენი მობინადრეები არსებული და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მზად ვიყოთ, გქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია იმისთვის, რომ ბიზნეს პროცესები იყოს უწყვეტი და გაგრძელდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ორი ძირითადი გამოწვევა იქნება 2025 წელს. საინტერესოა რა არის ეს სტრატეგია, რაც შეიძლება დღეს გქონდეს მიმდინარე პირობების გათვალისწინებით. თქვენ თუ გაქვთ რამე კონკრეტული გაზიარებაც თუ შეგვიძლია, იმიტომ რომ საუბრობთ, რომ არსებობს რაღაცა ველოდებით გავარესებას, თუმცა როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მართოთ, კონკრეტულად მეტროპოლისთვის რა იქნება ეს გეგმა? გაყიდვების ნაწილში ვფიქრობ, რომ ანუ გაყიდვები რომ დავაბრუნოთ ესე ვთქვათ იმ რელსებზე, რომელიც იყო მაისამდე, აქ მნიშვნელოვანია მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს და შევთავაზოთ მათ ისეთი პროდუქტები, რომელიც იქნება უფრო ხელმისაწვდომი მათთვის. ფასთა პოლიტიკის გადახედვას და გაიაფებას პირადად მე არ ველოდები, თუმცა აქვე ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მადლობა კოლეგებს, პრეზენტატორებს და TBC კაპიტალს, რომ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, იქ ვხედავთ ჩვენ, რომ ფასების დინამიკის ზრდა ისევ და ისევ გრძელდება. და ამ ნაწილშიც ვფიქრობთ ჩვენ, რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ყოველ შემთხვევაში იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც დღეს არის და შევეცადოთ, რომ ფასების ზრდა მომავალში არ იყოს. ეს არის ესე ვთქვათ ძალიან მოკლედ რო გითხრათ სტრატეგია და ბიზნეს უწყვეტობის პროცესი რაც არის, ანუ ჩვენ კაპიტალის კუთხით ბიზნესი ყოველთვის უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ турბულენტურ პერიოდში ბანკებიც ვიცით, რომ კომერციული ორგანიზაციები არიან და მათ თავიანთი რისკები გააჩნიათ და ესე ვთქვათ 100%-ით დამოკიდებულობა ბანკებზე პრობლემა შესაძლებელია იყოს და ამის წინასწარ გათვლა იყო ჩვენი სტრატეგია ყოველთვის და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ესე ვთქვათ მზად ვართ იმ ნაწილში, რომ ბიზნეს პროცესების უწყვეტობა იყოს გარანტირებული ესეთ მსგავს турბულენტურ პერიოდში, თუმცა იმედს ვიქონიებ და იმედი მაქვს დიდი, რომ დიდი ხანი აღარ გაგრძელდება და მალე დაუბრუნდებით ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს.